შესაძლებელია თუ არა, რომ უმკურნალოდ ღრძილებს სახლის პირობებში ანთებითი პროცესის საწყის ეტაპზე. ღრძილების მკურნალობის პირველი ეტაპი გახლავთ ის, რომ მოაშოროთ ის მიზეზი, რაც იწვევს ამ ანთებას. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითად შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი გახლავთ არასრულფასოვანი ჰიგიენა, ანუ გულისხმობ არა იმას, რომ დილოს და საღამოს სიტყვაზე არ იტარებთ ინდივიდუალურ ჰიგიენას, გულისხმობ იმას, რომ პროფესიულ ჰიგიენას არ იტარებთ 6 თვეში ერთხელ. პროფესიული ჰიგიენის ჩაუტარებლობას მივყავართ იქამდე, რომ ყალიბდება მაგარი ნადები ჩვენს პირის ღრუში. შემდეგ ეს ნადები ატრამვირებს ქრონიკულად ჩვენს ღრძილებს და იწვევს, რა თქმა უნდა, ანთებითი პროცესის ჩამოყალიბებას. საბოლოო ჯამში ღრძილების ანთების საწყის ეტაპზე აუცილებელი არის, რომ ვესტუმროთ ექიმ სტომატოლოგს, რომ მივაგნოთ მიზეზს, რა იწვევს ამ ჩვენი ღრძილების ანთებას, მოვაშოროთ ეს მიზეზი და თქვენი სტომატოლოგი დაგინიშნოთ შესაბამის მკურნალობას შემდეგ. თუ გექნებათ კითხვები, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, არ დაგაუწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის, მე დროებით დაგემშვიდობებით.